მოგესალმებით ძვირფასო ტელერადიო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც წარუძღვები მე ნიკოლოზ ჟავანაძე. მორიგი არამეგობრული ნაბიჯი ჩვენ მივიღეთ აზერბაიჯანისგან. უკვე მერამდერეთ ისტორიულ ჰერეთში ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მოხდა რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა და ქართული ეკლესიის წაბილწვა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. გთხოვთ გავუშვათ პირველი ვიდეო. ეს იყო ნაწყვეტი კერძო ტელეკომპანია ARB-ს მიერ დადგმული ამ სპექტაკლისა, ესე იგი ოპერა გამართეს ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში. სხვათა შორის საპატრიარქო უკვე ამას გამოეხმაურა და სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი არც მედიამ აი ამას სათანადო ყურადღება არ დაუთმო. იცით რა არის? ეს რომ სადმე ვიღაცას გაეკეთებინა მეჩეთში, ეხლა საქართველოს ალბათ კოცონზე დაიწვებოდა სახალხო დამცველს, ვერავინ ვერ გააჩერებდა და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. გახსოვთ ალბათ, რომ ირანსა და დანიას შორის როგორ გამწვავდა სიტუაცია, როდესაც მუჰამედის კარიკატურა დაიბეჭდა ერთ-ერთ გამოცემაში და ლამის ელჩი გამოიწვიეს და ძალიან უკიდურესად მკვეთრად დაძაბული სიტუაცია შეიქმნა. როდესაც შენ სალოცავს ასე შეურაცხყოფენ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ხო? ჩვენ გვახსოვს, რომ 2015 წელს ანალოგიური მოხდა კვლავ კერძო ტელეკომპანია, ამ შემთხვევაში ეს იყო ATV-ს ტელეარხმა გააკეთა მსგავსი ინციდენტი და გთხოვთ გავუშვათ მეორე ვიდეო, რომელშიც ასევე ანალოგიური რამ მოხდა ჩვენ სალოცავში. აზერბაიჯანში ისტორიულ ჰერეთში ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაღებული ეს ვიდეო კადრები აზერბაიჯანული კერძო ტელეკომპანია ATV-ს დიზაინ ჯგუფის სახელით გავრცელდა სოციალურ ქსელებში. უკვე დღეს გადაცემის პრომო YouTube-ის არხზე აღარ იძებნება. თუმცა ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში განახლებული სეზონისა და ახალი გადაცემების შესახებ სწორედ ეს კადრები მოხვდა და ATV-ს საიტზეც არის განთავსებული. გადაღებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით უკვე დღეს საგანგებო განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო და ფაქტის სასწრაფოდ გამოძიების მოთხოვნით საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართავს. საკითხის შესწავლას კი უახლოეს 2 დღეში დაასრულებს რელიგიის საბჭოც. ეს ხდება ეკლესიაში და მის ცენტრალურ ადგილში საკურთხეველში, რაც სრული უგულვებელყოფა ათასობით და 10,000-ობით ადამიანის რელიგიური გრძნობისა. ამ კადრების გადამღებებმა სათამაშო მოედნად აქციეს ის სივრცე, რომელიც როგორც მართლმადიდებლებისთვის, ისე მუსლიმებისთვისაც კი უდიდესი თაყვანისცემის ადგილი. მე ძალიან კარგად ვიცი რატომაც არის გაჩუმებული პოლიტიკური სპექტრი და მედია აი ამ ვანდალიზმზე. ზოგი სოკარისგან იღებს დაფინანსებას და ზოგი რაღაცა ხმების დაკარგვის ეშინია, რომ ქვემო ქართლში ახლა არჩევნები რომ მოდის აზერბაიჯანელებმა ხმარ მისცეს, მაგრამ ეხლა ჩვენ უდავე მსგავსებით სერგო ორჯონიკიძეებს ნებისმიერი თავმოყარე ქვეყანა ამას რეაგირებას მოახდით. თქვენ თვითონაც ნახეთ 2015 წელს მოახდინეს ესეთი ფაქტი და საპატრიარქო მოუწოდა და იგივე განმეორდა ეხლაც. იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა საინგილოში
ისტორიულ ჰერეთში და მე მოუწოდებ ხელისუფლებას. იმიტომ რომ აზერბაიჯანელებისთვის მოწოდებას აზრი არ აქვს. ეხლა ჩვენ რაც უნდა მოუწოდოთ, რომ არ შეიძლება ესეთი ფაქტების დაშვება. თუ კი ქვემო ქართლი გადაიქცა ერთ დიდ რაღაცა მეჩეთად და ალიევს რო უთხრეს, ამდენი მეჩეთია ქვემო ქართლიო, თქვა რომ ამდენი მეჩეთი აზერბაიჯანში არ არისო. ჩვენ ყველანაირ პირობას ვქნით აქ აზერბაიჯანელებს და ისინი ესე უდიერად ექცევიან ჩვენ სალოცავებს. და თან ვინ? ტელეკომპანიები, ეს არის კერძო ტელეკომპანიები, ეს ხო ვიღაცა პერსონალურად ფიზიკური პირების გაკეთებული არ არის. ესე ნამდვილად თავმოყარე ქვეყანა ამას არც ერთი თავმოყარე ქვეყანა ამას არ დაუშვებს. და ამას გარკვეული პროვოკაციის სუნიც ազდის. და ვიღაცას შეიძლება რაღაცა უნდა აქ რომ რაღაცა დაინახოს და რაღაცა დაიძაბოს სიტუაცია, მაგრამ რეაგირების გარეშეც არ შეიძლება ამ ყველაფრის დატოვება, იცით? ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ჩვენ რელიგიურ გზნობებზე არ ითამაშოს იმ ადამიანებმა და იმ ქვეყანამ, რომელიც თავს რაღაცა ჩვენ თვლით, რომ მეგობრები არიან. მეგობრობა სამმხრივი არ არის. ორმხრივია და შენ როდესაც პატივს წემ და შენ როდესაც პატივს არ წემენ, ეს უკვე ბევრ ამას მიანიშნებს. მე ამ საკითხზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ დღეს მოვიწვიე პოლიტოლოგი ექსპერტი ბატონი სოსო ცინცაძე. მოგესალმებით ბატონო სოსო. ჩვენ სხვა ბევრ თემაზე ვისაუბრებ დღეს და პირველ რიგში აი თქვენ ნახეთ ეს სიუჟეტები. აი რა მიზანს ემსახურება ეს ბოლო ფაქტი? თან თუ გავითვალისწინებთ ეს მუხთალის საქმესაც აი იგივე იქ რაც ეხა მოყვა მთელი ამბები აი ევროპარლამენტის რეზოლუცია. ეხლა ეს ფაქტი შემთხვევით ხო არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე. რამე ხო არ არის აქ რაღაცა ისეთი ჩავარდნილი მარცვალი იმისა რომ რაღაცა მოხდეს, იმიტომ რომ ეხლა ნებისმიერი თავმოყარე ქვეყანა და თავმოყარე ქვეყნის ხელისუფალი ამას არ მოითმენდა და რაღაცა ხო არ არის აი პროვოკაციის სუნი ხო არ არის აი ამ ყველაფრით, რასაც ჩვენ ეხლა ვხედავთ და გებულობთ. რა შეეცით საქმენიკა? საერთოდ ქვეყნის სუვერენიტეტი, მით უმეტეს პატარა ქვეყნის, პატარა ენის სუვერენიტეტი არა, ძალზედ მგრძნობიარე მატერიაა. ეხლა სუვერენიტეტის დარღვევა არ ნიშნავს მხოლოდ თქვათ სამხედრო აგრესიას, ტერიტორიის წართმევას, ოკუპაციას რა. სუვერენიტეტის დარღვევა არის თქვათ ესეთი თუ გნებავთ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ერის ღირსება რა, ერის თავმოყვარეობაზე რაღაც ცოტა ისეთი უდიერი დამოკიდებულების გამოხატვა. ესე იგი ყველაფერი ეს მთლიანად აღებული არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წვრილმანად ჩაითვალოს. და მცდარია თქვათ აი ესეთი შეხედულება, თუ კი არსებობს ესეთი შეხედულება ჩვენ ხელისუფლებაში, რომ ეს წვრილმანია და უფრო მსხვილმანი არის, რომ აი აზერბაიჯანი ჩვენი თქვათ სტრატეგიული მოკავშირეა. რა მაშინ რაში გამოიხატება სტრატეგიული მოკავშირეობა რა? ეხლა ჩვენ არავისთან ომს არ ვაპირებთ, რომ კონდეს აზერბაიჯანის სამხედრო დახმარების იმედი რა და გინდ თქვათ რაღაც რომელიმე ჩვენ მომავალ ხელისუფლებას ღმერთი გაუწყდეს და დაიწყოს ომი, ეს იმედი ნამდვილად არ იქნება რეალურ საფუძველზე დამყარებული. ამიტომ აი ყოველი ესეთი წვრილმანი საბოლოო ჯამში ლექსტოებს, ილექება ეს ყველაფერი და შემდეგ ჩვენ ვღებულობთ ძალზედ არასასურველ პროცესებს, რომელიც რაც არ არის გამორიცხული, თქვათ, აი რაზეც თქვენ ახლა ლაპარაკობთ, მიუთითებდით, რომ ეს არ იყო შემთხვევითი მოვლენა, ვინაიდან ნებისმიერი შემთხვევითი მოვლენა, როდესაც ის უკვე რაღაც ქრონიკულ ხასიათს ღებულობს, აი ერთხელ შემთხვევა მეორედ მესამედ, უკვე ქმნის რაღაც აი არქიტექტონულ რაღაც ისეთ სიუჟეტს ქმნის არა თავის თავად. თუ გავითვალისწინებთ ბატონო სოსო, იქ ხო კერძო ტელევიზია არ არსებობს, ეგეთი ცნება, იქ ყველა მედიას აკონტროლებს ხელისუფლება აზერბაიჯანის, ხო? და ეხა ეს ხელისუფლების ნების გარეშე აი ამ კლიპის გადაღება ეხლა არ მოხდებოდა. თან ეს მუხთალის საქმე. აზერბაიჯანი ესკალაციას ახდენს თქვენი აზრით სიტუაციის, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიძაბოს სიტუაცია. ეხა ეს მუხთალის საქმე ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, საუბრობენ. მე ხა სიმართლე რო გითხრა, ხა ვერ დავიჯერებ, რომ ეხა ხელისუფლების მოტაცებულია ეს ადამიანი. იმიტომ რომ ნორმალური ხელისუფლება ხარაკის არ გაიკეთებს თავის ტერიტორიაზე და აი თქვენი აზრით აი ეს ქმედება, ის ქმედება, ანუ
ესე იგი რა აზერბაიჯანელებს უნდათ რომ დაიძაბოს ჩვენ შორის ურთიერთობა რომ რაღაცა შემდგომ პროცესები სხვა კუთხით წავიდეს, ანუ ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე? არა, ეს აზერბაიჯანს რასაკვირველია საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვა არ აწყობს, მაგრამ ნურც იმას გამოურიცხავთ, რომ თქვათ, იქ აი ძალოვანი სტრუქტურები მთელ მსოფლიოში სხვათა შორის ეს არ არის. არ ეხება მხოლოდ აზერბაიჯანს, არ ეხება მხოლოდ საქართველოს. აი სპეცსამსახურებს, ძალოვან სტრუქტურებს ყველგან აქვს ცოდუნება თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სამხელო კონტროლის ქვეშ იმყოფება რა, ევროპაშიც ესე იგი, ყველგან აქვს რაღაც აი დამოუკიდებელი თქვათ მოქმედების. ვინაიდან მათი ხედვები სპეციფიურია, მოდი რბილად თქვათ ესეთი. აი ქვეყნის ინტერესებზე მათ სპეციფიური ხედვები აქვს. ამიტომ არ არის გამორიცხული თქვათ, რომ აი იყო ესეც. ეხლა ჩვენ იცით, ჩვენთან ალბათ ყველაზე აი ისეთ ირონიულ ფრაზად იქცა, აი ეს ორსიტყვიანი თქვათ კონტექსტი არა, დაველოდოთ ძიებას. უკვე იმდენჯერ გვესმის ეს დაველოდოთ ძიებას, ესე იგი დაველოდოთ ძიებას, რომ უკვე ყველას თქვათ რაღაც ირონიულ ღიმილიდან ვეღარავინ ვერ იკავებს თავს, ესე იგი ვინ თვითონ აცხადებს ამას, იმასაც აი თუ არ უნდა ბატონო, თქვენ ამბობ რომ შეიძლება ძალოვანი. ამიტომ ნუ ვიჩქარებთ რა მოხდა, როგორ მოხდა, ერთი ფაქტია, რომ მოხდა ქვეყნისათვის, მოდით ასე ვთქვათ, ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი რამ. ისევე როგორ თქვათ, აი ციანიდების სკანდალია რა, რითაც არ უნდა დამთავრდეს ის ქვეყნისათვის ძალზე ცუდია. ეკლესიის თქვათ ავტორიტეტისათვის ძალზე ცუდია, ნებისმიერ შემთხვევაში. არის ესე იგი აი ესეთი მოვლენები, როდესაც აი სადაც ნუ აი ახლა გამარჯვებული, დამარცხებული ცოტა ესეთი ნუ უადგილო ტერმინებია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული რჩების ნებისმიერ შემთხვევაში. მაგრამ აი ეს კონკრეტულად რაც თქვენ ახლა უჩვენეთ და რაღაცა რა. ახლა მე არ ვიცი ეს რეაგირების გარეშე დარჩა თლიანად. ერთადერთ საპატრიარქომ გააკეთა რეაგირება, მეტი ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია არაფერი ჩვენ. ნუ ახლა საპატრიარქომ გააკეთა, თუ საპატრიარქოს თქვათ განცხადების შემდეგ კვლავ მეორდება ესეთი აი მეორდება ხო ნახეთ არა? ანუ ეს მეორე ფაქტი კი არა, მერამდენი ფაქტია უკვე. შემდეგ უკვე ხელისუფლებამაც ის უნდათ, ვინაიდან თუ გნებავთ აი ქართველ მორწმუნეთა ინტერესების დაცვა, ეს ხელისუფლების საქმეა. ეს არ არის მხოლოდ საპატრიარქოს საქმე. რა, როდესაც დგება ვინაიდან საპატრიარქოს აქვს თავისი. იქ ბატონო სოსო, მარტო ამ თქვენ ხო თქვენ იცნობთ საინგილოს თემას. იქ არის პრობლემა, რომ უგზალავენ ადამიანებს ეკლესიებში შესვლაზე, დაიხურა ჩვენი სასწავლებლების სკოლები, დაიხურა და ბაღები. არის პრობლემა იმ კუთხით, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემა. ეპისკოპოსი არ დაუშვეს ჩვენი გამოგზავნილი, ანუ ვინც ეპისკოპოსი უნდა იყოს იქ საინგილო. ანუ მთელი რიგი პრობლემებია. როცა აქ რაღაცა რომ ვიღაცას თმის ღერი გადმოუვარდეს ქვემო ქართლში, იმ წუთასვე რეაგირება ხდება აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან, ხო? ეხლა ჩვენ რომ ლაპარაკობთ სტრატეგიული მოკავშირეობის ტერმინი ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან გაუფასურდა. რას ნიშნავს სტრატეგიული მოკავშირეობა? ერთი მითხრა. სტრატეგიული მოკავშირეობა. აი ეს არის სტრატეგიული მოკავშირეობა? მოდით ასე ვთქვათ, ესე იგი. ეს არის უპატივცემულობა ქვეყნის მიმართ. არა, ნიკა, მოდით ასე ვთქვათ, ჯერ რომ კი, გაუფასურდა, იმიტომ რომ ვინც ყველაზე ხშირად ახსენებს ამ ტერმინს, იმას ეტყობა გაგებაც არ აქვს იმისი, რას ნიშნავს სტრატეგიული მოკავშირე. სტრატეგიული მოკავშირე ნიშნავს ძველი რომიდან დაწყებული, ნიშნავს იმას სახელმწიფოს, რომელიც მზად არის შენთვის იომოს, რომელიც მზად არის შენ დაგიცვას იარაღით და არა ლირიკით, ფოლკლორით და არაფრის მაქნისი განცხადებებით, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოყვება. ამიტომ საქართველოს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სტრატეგიული მოკავშირე როგორც ასეთი შეიძლება ითქვას, რომ არც ყოლია არასოდეს რა. ამიტომ ეხლა მე არ ვთვლი თქვათ ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირედ, არც შტატებს, არც იმას. სტრატეგიული მოკავშირე არის სახელმწიფო, რომელთანაც შენ გაფორმებული გაქვს ხელშეკრულება, სამხედრო ხელშეკრულება, ან რომელთანაც შენ გაქვს ისეთი მყარი მორალური ვალდებულებანი, თქვათ არა, როგორიც აქვს შტატებს ისრაელის მიმართ,
როგორც აქვს შტატებს იაპონიის მიმართ რა. აი იქ არის იგივე აზერბაიჯანი თურქეთის მიმართ. თურქეთმა თქვა რომ თუ კი რაღაცა მოხდება თუ გნებავთ დაიცავს აზერბაიჯანის მიმართ რა. კი. მაგრამ ჩვენს მიმართ ასეთი ვალდებულებები ჩვენ 8 წლის ომში ხო ვნახეთ რა. რუსეთმა პატარა ბავშვები წამოგვაგო პროვოკაციაზე და მერე შემდეგ რა მივიღეთ ის რომ აი რუსები რო იწყებიან ატკუპილის რა მოგცეს რაღაც 4 მილიარდი დოლარი გადმოგვიდეს და ის რომ თქვათ 50,000 თუ მეტი ახალი ტერიტორიები წავიდა. ბატონო, აი ეს განცხადებები, აი ეს ქმედებები ხა რაც მოხდა. იგივე თურქეთის პრეზიდენტის არაერთი განცხადება ასევე რომელიც სუვერენიტეტის შემხალველი იყო აჭარასთან დაკავშირებით. ეს იმის ბრალი ხო არ არის ხა რუსეთი ახსენეთ თქვენ რომ ჩვენ რო ურთიერთობა არ აქვს რუსეთთან ისეთი როგორც საჭიროა, ამით სარგებლობს ჩვენი მეზობელი ქვეყნები, თურქეთი, აზერბაიჯანი, იგივე სომხეთიც და ქვესხმიან თავს და არ ღვევენ საქართველოს სუვერენიტეტს. აი ამის ბრალიც ხო არ არის. რასაკვირველია ამის ბრალი, იცით ახლა მე მივეჩვიე იმას უკვე რომ ნებისმიერ თქვათ ადამიანს საქართველოში ვისაც ამოცდება ის რომ არ შეიძლება შენ 140 მილიონიან მეზობელთან სამუდამოდ აი ესე დანასისხლზე იყო და აუცილებელი აქვს ურთიერთობის დარეგულირება. მე არ ვამბობ თქვათ იქ ოდეკებეში შესვლა თქვათ ევრაზიის კავშირში დარეგულირებას რა ამისათვის ანაფენა გამზადებულია უკვე რა გამზადებულია უკვე რუსეთის აგენტი რუსეთუმე ასეთი კი გამეუბნებელი მაგრამ ის რომ დიპლომატია საერთაშორისო ურთიერთობა უამრავ დაწერილ და ადჯერ მეტ დაუწერელ კანონებს ემორჩილება და ამ კანონებით ფუნქციონირებს რა. ხლა ამას ეთყობა გაცილებით მეტი ინტელექტი ჭირდება, გაცილებით მეტი მწიგნობრობა ჭირდება, გაცილებით მეტი ზოგადი განათლება ჭირდება, გაცილებით მეტი ისტორიის ცოდნა ჭირდება, ვიდრე დღეს აი თქვათ გააჩნიათ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავს აი ასეთი ბატონო სოზო ბოდიშით მაყურებელი გვიკავშირდება, შეგახსენებთ 2388 105-ზიან Skype-ით ობიექტივი ორი შეგიძლიათ დავკავშირდეთ, გისმენთ მაყურებელია ეთერში. გაითიშა. ესე იგი, შეგახსენებთ ძვირფასო ტელერადიო მაყურებლებო, რომ დღეს ჩვენ სტუმრად ყავს ბატონი სოსო წინცაძე, პოლიტოლოგი, ეთერშია გადაცემა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც უძღვები მე ნიკოლოზ ჟაუნაძე. ბატონო სოსო, გუშინ იყო ვლადიმერ პუტინის დიდი პრესკონფერენცია, რომელიც გაგრძელდა 4 საათი. მე სიმართლე რო გითხრათ, აი თავს ვადევნებდი ამ პრესკონფერენციას და ეს იყო უპრეცედენტო პრესკონფერენცია იმ კუთხით, რომ მე როდესაც მომისმენია მისი პრესკონფერენციები, სადღაც ყოველთვის იყო საქართველოზე ხაზგასმა. ეს ეხა ზოგჯერ იქ ჩაწყობილი კითხვებიც არის, ამას ჩვენ ვერაულით გვერდს, რომ იქ რაღაცა ისია ეს დაგეგმილი ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი კითხვა არ ყოფილა და ერთი აქცენტი არ ყოფილა საქართველოზე, როცა ყველა წინამორბედი ბრიფინგები და პრესკონფერენციებზე რაღაცა კონტექსტში საქართველოს 15 ასეთი ღონისძიება იყო. ყოველთვის რაღაცა იყო. ყოველთვის ამა თუ საქართველოს რაღაცა კუთხით იყო ნახსენები. საქართველოს საკითხს ვიღაც სვავდა. ხო, აი ეხლა ეს იყო პირველი ბრიფინგი, სადაც 4 საათის განმავლობაში პუტინმა ილაპარაკა უკრაინაზე, ამერიკაზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, დემოგრაფიაზე, ყველაფერზე ხა 4 საათის განმავლობაში ხა წარმოიდგინეთ, რამდენი რამე უნდა ილაპარაკა. აი ეს რას ნიშნავს? ესე იგი, აი თქვენ როგორ ეს ნიშნავს ახლა ჩვენ თუ გამოვალთ იქიდან რომ ეს კითხვები რეჟისირებულია, რა და ეს კითხვების უმრავლესობა კრემლში დაგმულია. ნუ ეს შეიძლება ითქვას ისეც რომ ეს ჩვენი ხელისუფლებებზე ეს ეგრეთ წოდებული გზავნილია რომ აი აღარ გვაინტერესებს ჩვენ საქართველოში რაც ხდება. აი ელემენტარულად რა არის ესე იგი? ნუ შეიძლება იცით ვარაუდოთ რომ რუსეთი დამშვიდდა საქართველოსთან მიმართებით, რა მხრივ დამშვიდდა. დამშვიდდა იმით, რომ აი ტრამპის მოსვლის შემდეგ, ამ განცხადების შემდეგ, ნუ კიდევ უფრო შორს, კიდევ უფრო სადღაც ღრუბლებს იქით დაიწია საქართველოს პერსპექტივა ნატოში გაწევრიანების, ნუ ევროკავშირზე ხო საერთოდ არასოდეს არც ყოფილა სერიოზული ლაპარაკი, რა და რუსეთი ახლა ელემენტარულად ელოდება აი თვითდინებას მიუშვა აქ ვინაიდან ესე იგი ხედავს აქ რაც ხდება რა რუსეთისთვის დღეს ინტერესი როგორც ჩანს არის პირველ რიგში
ურთიერთობის დარეგულირება, რასაც ჩვენ გაურბით რუსეთთან. რუსეთი ამას ცდილობს ევროპასთან, იზოლაციიდან გამოსვლის. ნაწილობრივ ეს პუტინმა ამას მიაღწია კიდეც, არა? აგერ მაკრონმა დაპატიჟა, ჩავიდა კი იქ ცოტა ერთმანეთთან ხორკლიანი საუბარი ჰქონდათ, მაგრამ მაინც შედგა მიღება, რა? ესე იგი, ვაივარაუდება დიდი ოცეანის შეხვედრა პუტინს და ტრამპის შეხვედრას, ივარაუდება თქვათ კიდევ რაღაცეები. ესე იგი, ინტერესს დავუკვირდით და მთავარი ის არის უკვე დაიწყო რუსეთში წინასაარჩევნო კამპანია, თვითონ შიგნით ახლა. რა, იგივე ნავალნი თუ გინებავთ, არ არის ეს პატარა პრობლემა პუტინისათვის, ესე იგი, ეს პირველი შემთხვევაა ესეთი. ესა. საქართველოს უკვე აღარ არის ესე იგი ეს პრიორიტეტი რუსეთის საგარეო ინტერესების სფერო რო ავიღოთ. შეიძლება ამაზეც ვიშვი. მეც არ მინდა რომ გაწყვეტინოთ, მაგრამ ეს სტანდარტია ჩვენი გადაცემის, რომ მაყურებელი შემოუშვათ ერთი გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით, პატივისცემით. სწორედ რომ აღშფოთებას იწევს, ახლა რაც კადრები ვნახეთ ჩვენ ბატონო ნიკოლოზ და არ შეიძლება იყოს საკმარისი მხოლოდ სურვილი, ასეთ უსიამოვნებათა თავიდან ასაცილებლად. საჭიროა უფრო გამახვილებული გზნობა და მეტიც საფრთხის შემჩნევის აუცილებლობა. დღევანდელმა სიტყვამაც ხომ უნდა თქვას სათქმელი თორემ, მალე სიტყვაც ფაც დაკარგავს საქართველოში და ყველა სიტყვა, მათ შორის ჟურნალისტი იქნება თუ პოლიტიკოსის, ვიაფასიანი გახდება და მარტო ისეთი შოუები, რაც გია ჯაჯანიძემ მოაწყო გუშინ და არჩევს ვინ არის გოიმი და ვინ სვეტი, არ გვიშველის. ჭაბაშვილის ლექსიკონში მაინც ენახა ამ სიტყვის მნიშვნელობა. სიტყვა სიტყვით თუ რას ნიშნავს? დიდი მადლობა ქალბატონო. თქვენ ამბობთ, რომ ეხლა რუსეთი კმაყოფილი. კმაყოფილი რითი არის, რომ რაც უნდა მიაღწია საქართველოსთან, თუ შეიძლება რაღაცა პუტინი არის ყოფილი კგბ-ს თანამშრომელი და შეიძლება ესეც იყოს რაღაცა გზავნილი, რომ უკვე ჩვენ იმიტომაც არ ვინტერესდებით თქვენით, რომ რაღაცა არ იქცევით წესიერად, იმიტომ რომ ჩვენ ხო რაღაცა რუსეთისგან მესიჯებს ველით, რომ იგივე სამწუხარო ჩვენ არ გვინდა ხელის განძრევა და იქით გვინდა თითქოს ისეთი შეგრძნება, რომ რუსეთის ტერიტორიები გვაქვს ჩვენ ოკუპირებული და ჩვენ უნდა რაღაცა მოვიმოქმედოთ და ესეც რაღაცა საპირისპირო გზავნილი ხო არა? იცით გამორიცხული არაფერი, მაგრამ თავარი ეს არის, რომ რუსეთი როგორ ჩანს უფრო მეც ელოდა ოცნებისაგან, ამ ჩვენ მართველი პარტიისაგან. თავიდან, მაგრამ ჩვენ დიპლომატიურ ჭრილში თავიდანვე დაუშვით შეცდომა. თავიდანვე დაუშვით შეცდომა მაშინ, როდესაც ერთი ავჩქარდით იმით, რომ ზურაბაშიძე დაინიშნა ისე, რომ რუსეთიდან თქვათ ერთდროულად უნდა მომხდარიყო ესა რა. გარდა მაგისა არაადეკვატური იყო, აქედან დაინიშნა ეკონომიკურ ურთიერთობებში, იქიდან დიპლომატი დაინიშნა. ამიტომ ეხლა აქედან რა გამოდის, ეხლა ზურაბაშიძე სხვავს პოლიტიკურ საკითხებს, რაც ჩვენ გვაინტერესებს, რა. და იქით ამხარე კარასინი ამბობს, მე დიპლომატი ვარ, მე გარმეხება, კი ბატონო, რუსეთის მთავრობა ელაპარაკეთ იმას, ესე იგი. ეს უკვე აქ დაირღვა მთავარი კონსტრუქცია. ეხლა ზურა თვითონ გამოცდილი დიპლომატია, მაგას არ ეშალ, მაგრამ ეთყობა, ესე იგი მაგაზე არ იყო დამოკიდებული ეს. ამის შემდეგ იყო ორი მიპატიჟება, რა, ერთი მედვედევიდან, ერთი პუტინის მხრიდან. მე მგონი მეტიც იყო. შეხვედრების, ესე იგი, შეხვედრებისა რა. მაგრამ ვიცით რა, აქენა იცით, რაზე ვილაპარაკოთ რომ შევიდეთ. ეს არ არის დიპლომატია. ჯერ დაგვიბრუნეთ აფხაზეთს და ეს არ არის დიპლომატია, ესე იგი, ეგ არის უკვე იმის, იცით, პატარა ბავშვები რო გაიბუტე. პეტროვია ეს, დილით ფული საღამოს სკამი, რა. ან დილით სკამი საღამოს ფული. ეს უკვე ილფილ და პეტროვის სიუჟეტია, ესე იგი, ეს არ არის დიპლომატია, რაზე ვილაპარაკოთ. ვინაიდან ორ ქვეყანას შორის, სადაც იყო ომი, სადაც არის ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც არის 1,100,000 გადაუჭრელი პრობლემა, დაწყებული თქვათ შენი მოქალაქეებით იქ რო არიან და დამთავრებული ტერიტორიები, დამთავრებული საზღვრებით. თუ გნებავთ საზღვარი, აღარ ვამბობ თქვათ ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთს, არა, საზღვარი არა გვაქვს რუსეთთან ჩვენ დადგენილი დღეს. და ამ დროს რო ამბობ ჩვენ რომ რაზე ვილაპარაკოთ, რა. ჯერ გაანთავისუფლოს ეს ოკუპირებული ტერიტორია, ჯარი გაიყვანოს ჯერ და მერე ვილაპარაკოთ. ეს დიპლომატიაში ეგეცეთი რა, არ მომხდარა. არ მომხდარა დიპლომატიაში. გარდა ამისა, ახლა იგი დღეს უკვე
აი საერთაშორისო დიპლომატია, ახლა ჩვენთან ამას არავინ არ იკვლევს სამწუხაროდ რა არის ესე იგი, იცით? უკვე აი კვლავ წამოიწია აი განს მორგენტაუს თეორიამ, ესე იგი, აი ეს რეალურ დიპლომატიაზე, ესე იგი რეალური პოლიტიკა, აი ის რაც ბისმარკი რეალ პოლიტიკას უწოდებდა თავის დროზე, რა, რეალური პოლიტიკა. ჩვენი დიპლომატია დღეს ამცდარია რეალობას. აი სულ არ არის, ესე იგი, რეალობის ადეკვატური. საერთოდ გვაქვს დიპლომატია ჩვენ? სამინისტრო გვაქვს. ხო, აი Skype-ი გავშვიდება მაგალითად, ისმეთ? მოგესალმებით ბატონებო, თქვენთან მექნება კითხვა ასეთი. არის თუ არა საშიშროება, რომ რუსეთმა ცნოს თურქეთის უპირატესობა საქართველოზე, ან თუნდაც აჭარაზე, მით უმეტეს რომ დათვა რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა. მადლობა. რის საშიშროება? ანუ კითხვა დაისვა, რომ ჩვენ კარგად მოგეხსენებათ, ბათუმი და ყარსის შეკულება არსებობს თურქეთსა და რუსეთს შორის. თუ არის საფრთხე, რომ აჭარა დათმოს რუსეთმაო, ანუ რეალურად კარგად მოგეხსენებათ აჭარის. არა, გამორიცხულია ეს და ეს არის აი თქვათ ჩვენი შეიძლება გარანტაცია ვინაიდან რუსეთი არავითარ შემთხვევაში შავ ზღვაში ნატოს არ შემოუშვებს. ხომ არა, გახსოვთ ბატონო ათათურქმა დაუთმო. არა, თურქეთი ნატოს წევრია. არა, ათათურქს დაუთმო ლენინმა ტაუკლარჯეთი და ისად. ხა პუტინი ხო არ არის არა, თავის დროზე ეს მაშინ სულ სხვა იყო, ახლა იცით რა. ჩვენ არ გვინამ რუსეთთან ურთიერთობა და რატო გონიათ რომ გაცვლა არ მოხდეს? იმიტომ რომ ჩვენ განა იმიტომ რომ რუსეთს ჩვენ უყვარვარ და ჩვენ თავს იცავს, არა? რაც შეაინტერესებს რუსეთს, არ შეაინტერესებს ახლა რუსეთს სევასტოპოლის გვერდით მიიღოს კიდე ნატოს ბაზა ახალია რა. თურქეთი ასე თუ ისე ნატო, ნუ რავინ მოტყუდება იმით, რომ თქვათ თურქეთსა და ამერიკას შორის რაღაც შეურიგებელი არის კონფლიქტი და ეს არის რა. ნუ რავინ მოტყუდება იმით, რომ ერდოგანმა რახამ შეძლო ერთხელ ამ სამხედრო აჯანყების თუ რაც მოხდა თქვათ იმის ჩახშობა, ესე იგი რა. 59 წლის მერე ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული რა. დამჭიდროა კავშირი სამხედრო ელიტის დაწყებული შეიარაღებიდან დამთავრებული ამუნაციით და იდეოლოგიით და ყველაფრით რა. ესე იგი მე მოყოფილ ვარ ნატოში და მინახია იქ თურქეთის სეგმენტი რა ძლიერია. ესე იგი იქ რა ორგანული ეს თანამშრომლობა. ამიტომ უკვე ეს რომ იქ გაწყვიტოს საერთოდ ურთიერთობა თვითონ თურქეთსაც არ აწყობს. იმიტომ რომ ეს იქნება რუსეთისთვის დიდი სამსახური. ხო ნახეთ რა მოხდა რა მოხდა. ნუ გაუგებრობით ამით ჩამოაგდეს ერთ თვითფრინავი და კინაღამომი დაიწყო. პამიდრები დაიწყო და შემდეგ სადამდე ავიდა. და აი გუშინ შეკითხვა მისცეს ერთი რომ ჩვენო სამაგიერო საბოლოოდ გადაუხადეთო თურქეთს თუ ჯერ კიდე არაო. ესე იგი ჯერ კიდე ელოდებიან ვიღაცები რომ აი თლიანად არა გვაქვს ანგარიში გასწორებული თურქეთთან რა. ამიტომ ისტორიულად ისევე როგორც არასოდეს არ მოხდება ებრაელებისა და არაბების შერიგება სამუდამოდ არასოდეს არ მოხდება რა. არასოდეს არ მოხდება თურქეთისა და რუსეთის ინტერესების აი თანხვედრა დიდ ისტორიულ თქვათ განჭრეთ პერიოდში. ეს ელემენტარულად გამორიცხულია. ეს ერი ქვეყანა აი ისტორიულად არის ახლა განჭრეთ. თურქეთზე დაგიბრუნდებით კითხვა მაქვს. კი ბატონო, ერთი მაყურებელი შემოუშვათ კიდევ. გისმენთ? გამარჯობათ. მე რა მინდა თქვა, საბჭოთა ხელისუფლების შემდეგ ყველა მთავრობა მარტო ანგრევდა და აქცევდა საქართველოს. ეს არის ფაქტი, მე სიმართლეს ვამბობ. ჩვენი მთავრობა არის მოღალატე. ყველა პრობლემა გადაწყდება მშვიდობიანად და გადარჩება საქართველოს და ქართველი ერთ უარს იტყვიან ნატოზე და ევროკავშირზე. დამეგობდებიან რუსეთთან და დაიბრუნებენ ტერიტორიაზე. რუსეთი ამას ელოდება საქართველოსთან, მაგრამ ეს მოღალატეები ფული აქვს აღებული დასავლეთისაგან, ამერიკის შეერთებული შტატებთან და მათ ინტერესებს იცავენ. დიდი მადლობა, ქალბატონო, დიდი მადლობა. ბატონო, თქვენ კი არ გიყვართ ამ რო გაწყვეტინებთ მაყურებლებს. სტანდარტი არის ეს ჩვენი სამწუხაროდ თუ საუბედუროდ თუ მაინც გადაცემაში მაყურებელი არის პრიორიტეტი და აი კითხვა მინდა დაგისვათ. ეხლა მოხდა უპრეცედენტო. ეხლა თქვენ რო ლაპარაკობთ ამ სამხედროებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ რომ
ამერიკა არავის შემთხვევაში არ აპატიებს ერდოღანს ის რაც გააკეთა მან და იმ ქმედებებს რაც იგივე ჯართან დაკავშირებით. ეხლა აღიძრა საქმე პირადი დაცვის წევრებს ერდოღანის ორი კაცი პასუხისგებაშია უკვე მიცემული და ითხოვს ექსტრადირებას დანარჩენების. პარტიაც აუგზავნეს ერდოღანს. ანუ წარმოიდგინეთ, იგი პრეზიდენტის პირად დაცვაზე დაიწყეს გზიება. ანუ ეს რას ნიშნავს და ამის გამო ეხლა ერდოღანმა გამოიწვია ამერიკის ელჩი, უკვე დაიძაბა სიტუაცია ამერიკელებთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რამდენად დიდხანს შერჩება ერდოღანი ხელისუფლებას? აი ამ ფონზე, როდესაც იქაც დაძაბული სიტუაციაა თურქეთში ოპოზიციის კუთხით. იქ ოპოზიციური პარტიის ლიდერი ინტერესებია ეხლა აი მოდი ტრამპი იყო საუდის არაბეთში. იქ გაფორმდა კონტრაქტები, რაღაცები, ყველაფერი. საუდის არაბეთი არის თქვათ, ამერიკის ერთ-ერთი დასახდენი ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ აი ეხლა სულ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 მილიარდ დოლარის იარაღს ყიდულობს კატარი, რომელთანაც ესეთი ურთიერთობა აქვს, აი სწორედ ამერიკის უახლოეს მოკავშირეებს, არა, იგივე ეგვიპტეს, საუდის არაბეთს და აი ამათ, ესე იგი, რა. ყიდულობს ამერიკისაგან. ესე იგი, ამერიკა აწოდის 12 მილიარდი დოლარის შეიარაღებას თვითფინანსს კატარს. რა არის ინტერესები აქ? ინტერესები, ფინანსური ინტერესები. ტრამპი ბიზნესმენია, ესე იგი, ის ძირითადად ცით აი მორალური ფასეულობა, ღირებულება ეს რაზეც აპელირებდა, თქვათ, კარტერი თავის დროზე უმთავრესად ადამიანის უფლებებიას, არა, შემდეგ თქვათ სხვა პრეზიდენტებიც მეტნაკლებად, არა. მისთვის თავარი რა არის? ეს არის მომგებიანი, ეს არის წამგებიანი. აი ეს არის რა. ევროპასთან რა, აი გადაიხადე. თუ გინდა დაგიცვა რა, გადაიხადე. ახლა ის რომ თქვათ ევროპის დამოუკიდებლობა, ევროპაში დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე, რომელიც ამერიკას მუდამ აინტერესებდა და ამიტომ იხდიდა მეტფულს რა, ტრამპამდე თქვათ ამერიკის პრეზიდენტებს არ ქონდათ კალკულატორი, რომ დაეთვალათ ეროვნული საბითუმო პროდუქტი და რამდენ პროცენტს იხდიდა თქვათ გერმანია, საფრანგეთი და სხვები, არ ქონდათ ასა? რასაკვირველია ქონდათ, მაგრამ მათთვის რა იყო, მათთვის მთავარი რა იყო? აი ეს ევროპული ფასეულობები და ღირებულებები, დასავლური, ამერიკული, აი ამის დაცვა. ტრამპისათვის ეს არ წარმოადგენს ფასეულებებს და ღირებულებებს. აი ეს არის. გასაგებია, მაგრამ პირდაპირ ამბობს რა, გინდა დაგიცვა. აი გადაიხადე და დაგიცვა. აი ესე და თუ ევროპას ეუბნება გადაიხადე და დაგიცავ, ესე იგი, რა, ლამაზი თვალების გულისათვის სხვას ვის დაიცავს ტრამპი? ვის დაიცავს სხვას გიკითხე? ხო, და აი თურქეთთან დაკავშირებით, ეხლა ჩვენი მეზობლებია და მაგიტომ აი ის რაც ხდება, ეხლა დეპუტატი დაიჭირეს ერთ-ერთი პარლამენტის თურქეთის და იქ დიდი გამოსვლები დაიწყო, 20 წლიან საჯელზე მიდის. აქ ეხლა იქ მთელი ფაქტურად ჯარი დაიჭირა, ჯარის დიდი ნაწილი და პოლიციის ნაწილი. ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა იქ თურქეთი არ არის პატარა ქვეყანა, 87 მილიონია, ხო? ხო და რამდენად შერჩება ერდოღანი, ეხლა აი ამ რეპრესიებს, ხო, ეხლა რაღაცა აქვს, რაღაცა თავის დასასრული. ეს რეპრესიები გამოიღებს შედეგს და შეინარჩუნებს თუ საბოლოოდ დაასრულებს ისე, როგორც ასრულებენ დიქტატორები. ხლა თვითონ ის ფაქტი, რომ აი რეფერენდუმზე არა, სულ რაღაც 1-2%-ით გაიმარჯვა, ესე იგი, აქ მეტყოლებს რაზე ორ მომენტზე მოწყვეტ. ჯერ ერთის რომ თქვათ, აი არ იყო ისეთი აი გამარჯვება, ესე იგი, არ იყო როგორც ჩანს ადმინისტრაციული რესურსი მთლიანად გამოყენებული, ვერ გეტყვით, თუ უძლური იყო ადმინისტრაციული რესურსი, ვინაიდან არ იყო 90, 10-ზე, ძალიან ისე თანაბრად იყო. თქვათ, აი როგორც ჩეჩნეთში არჩევნებია, რეფერენდუმი, აი ესეთი შედეგი არ იყო. ერთი, მეორე ის, რომ ქვეყნის გარკვეულ რაიონებში, თქვათ, ერდოგანი ძალზედ პოპულარულია. ახლა ბას ხალხი უკვე სულთანს ეძახის შეულებრივად მის მიმართ, არა, მithumetes ანატოლიაში, ესე იგი ისე რა. გარდა ამისა, მაგ აჯანყების სამხედროების გამოსვლის დროს თვითონ ხალხი შიშველი ხელებით გამოვიდა ტანკების წინააღმდეგ, ესე იგი. თვითონ ხალხი რა არის, ესე იგი, აი ეს უფრო ცივილიზებული, უფრო რბილი, უფრო თქვათ არა აი ესეთი რადიკალური ისლამიზმი, რასაც ერდოგანი
მისი პარტია რასაც გადაგებს ნუ როგორც ჩანს ამას უკვე აი ამ წლების განმავლობაში რა ერდოგანი გუშინ არ მოვიდა ხელისუფლებაში უკვე დიდი ხანი არის უკვე ღრმად გაიდგა ფესვები ამან ესე იგი ასე ნუ როგორ განვითარდება მოვლენები ეს ბევრად იქნება დამოკიდებული თქვათ აი ჯერ დამთავრდეს აღმოსავლეთ ეხლა ამბიციები ერდოგანს ზალდედი მოსულს ედავება ერახს რა მოსულს ედავება როდის ოტომანთა იმპერიის შემადგენლობაში აქვს პრეტენზია ხო მოსული და ჯარი ყავს იქა არ გამოყავს ჯარი მოსულიდან ეხლა ჩვენ ვართ ძალიან ცუდ დღეში იმიტომ რომ ეხლა ის ითხოვს რომ სკოლები დაიხურონ ეხლა ექსტრადირებას ითხოვს ერთი სასწავლებლის დირექტორის იქით ეხლა ეს დასავლეთი და ეს მათ მიერ მართული არასამთავრობოები კიჟნები არ უნდა გადასცეთ ის ჩაბუკი რომელიც დაჭერილი არის დემირელის კოლეჯი აი რა უნდა ქნა საქართველოს ეხლა იცით ჩვენ რაღაც ადამიანის უფლებების დარღვევაში გვადანაშაულებთ თანგინ ეხლა ამხელა თურქეთს უარი უთხრა ცოტა რთული არის მეზობლად კი გავიგე ნიკა აი რა უნდა გააკეთოს აი მე პირადად მაგალითად აი ამ გულენის უნივერსიტეტები რა რომელიც ესე იგი ასობით მოედო მთელ მსოფლიოს ესე იგი რა ეს მაგალითად ჩემში დიდ ესეთ ნდობას მაინდა-მაინც ესე იგი არის ეს იყო რბილი ძალა, კლასიკური რბილი ძალა რა, რომელსაც სადაც გაძლიერებული იყო იქ რა, ჩვენი განათლების სამინისტრო, არც ერთი ჩვენი მინისტრი ძირითადად მაშინ არ იყო ჩახედული და არ არის ჩვენ დღევანდელი მინისტრი სულ სხვა რაღაცებით არის დაინტერესებული, მე განათლება არ აინტერესებს აბსოლუტურად ესე იგი როგორც ჩანს, რა. არის შეიძლება თქვათ აი რასაც სწავლიდან, ძირითადად თურქული ენა, რა, თურქეთის ისტორია აი როგორ ასწავლიდნენ ჩვენ ვიცით საქართველოს ისტორიას, ხა? აი როგორ ასწავლიდნენ თქვათ იგივე თურქულ, ქართულ, ან ოსმალურ ქართულ ურთიერთობათა ისტორიას აი ამ სკოლებში, ამ უმაღლეს სასწავლებლებში. აი როგორ ასწავლიდნენ? ჩვენ ხო მაგის წარმოდგენა არ აქვს. გარდა მაგისა ხო იყო პერიოდი, როდესაც გულენი და ერდოგანი მამაშვილივით იყვნენ ერთმანეთში და ერდოგანი ერთ-ერთი თქვათ ყველაზე ერთგული მოკავშირე იყო გულენის. შემდეგ რა იყო ეს? ეს იყო ხელისუფლებისათვის ბრძოლა თუ ეს იყო რაღაც იდეურ მომენტთა დაპირისპირება. გარდა მაგის ახლა ცით მთელ მსოფლიოში ესე კოლეჯების აშენება, სასწავლებლების, სკოლების ამის ეს დიდ თანხებთან არის. გულენს ვინ აფინანსებდა ესე იგი რა, რომელიც დღეს ამერიკაში ზის იქა და მithom ავათარი, მაგრამ ძალიან მშვენივრად არის რამდენი ხო, რამდენი ტელევიზია ვინ აფინანსებდა? ბატონო? ვინ აფინანსებდა თქვენ? არ ვიცი ვინ აფინანსებდა. დასავლეთი? არა, დასავლეთი არ ამგონია გამორიცხულია. ესე იგი ისლამისტური წეების სადღაც არ ვიცი, წინ არა, იცით რა, გიულენი უფრო აი ჩვენ რო ისლამზე ვლაპარაკობთ, ერდოგანი უფრო რადიკალური ისლამური მიმდინარეობის იდეოლოგიის მატარებელია. გიულენი უფრო ზომიერი არის ამ მიმართულებით. ზომიერი რბილი ძალა აქ, ესე იგი, აქ უფრო რბილი ძალა, მაგრამ დღეს ხო ხედავთ ჩვენ რა, რბილი ძალა ხშირად უფრო ეფექტური გამოდის, თქვათ თავისი შედეგის თვალსაზრისით, ეს შედეგი როგორია სხვა საკითხია, თქვათ, ვიდრე აი თუ გნებავთ იგივე ტერორისტული აქტები და რაღაცები ახლა. კი, ახლა გიულენისტები ტერორისტულ აქტებს არ აწყობენ, თუმცა როგორც ჩანს ერდოგანს ძალიან სერიოზული დოკუმენტაცია და ფაქტები აქვს. ისე ჩვენ კი შეგვიძლია აი ამ მათი მოწოდებით იგივე აზერბაიჯანელები რო ოპოზიციის გადმოცემას თქმა, გავწმინდოთ ჩვენი ქვეყანა აი ამ ბოდიში ცოტა საეჭო ადამიანებისგან, რომლებიც არიან აქ ქვეყანაში, ხო, მაგრამ ამას თავის ნიჭი უნდა, გამოყენება უნდა ამ სიტუაციის, რასაც ჩვენ ახლა გვაქვს, იმიტომ რომ თუ კი თურქეთი გთხოვ შენ გადმოცემას, შეგიძლია რომ ითანამშრომლო. საერთოდ რას გეტყვით, აი ცივი ომის დროსაც ახლა რა, მე მომიწია იმ დროში ცხოვრება და აქტიურ ცხოვრება, მაშინ ბავშვი არ ვიყავია ცივი ომის წლებში და მომიწია და მე შემიძლია გითხრა რომ აი დღეს გამოწვევების მთელ მსოფლიოში აი გამოწვევათა თქვათ აი ესეთი ნუსხა რომ შეადგინოთ რა, რამდენი პრობლემა გამოწვევები
ესე იგი დღეს 10-ჯერ 20-ჯერ 100-ჯერ მეტი გამოწვევაა კაცობრიობის წინაშე სხვადასხვა რეგიონებში, ყველა სხვა ქვეყნებში, ვიდრე თუ გნებავთ აი ცივი ომის დროს იყო, როდესაც 15,000 ბალისტიკური რაკეტა იყო დამიზნებული, თქვათ, საბჭოთა კავშირსა და ამერიკას ურთიერთობაზე და სადაც ყოველ დღე გაეროში ჩხუბით იწყებოდა და ჩხუბით თავდებოდა, ესე იგი, რა, გამოსულები იქა. აი დღეს უფრო საშიში პირო ვითარება, ვინაიდან მაშინ იყო წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთას რა არც თქვათ მოსკოვი ბედავდა და არც ვაშინგტონი ბედავდა. ბოლოზარ შემოუშვათ ერთი და გისმეთ? გისმეთ? გამარჯობათ, ჩემო არ ვიცი, კეთილო ადამიანებო, ასე ვიტყოდი. ბატონო ნიკოლოს, ხომ არ მეშლება თქვენი სახელი? ნიკოლოს, დიახ, ძალიან გთხოვთ, ესე იგი, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, შეწუხებული ქართველი ვარ. შეწუხებული ქართველი და გაგიჟებული ქართველი, რომ მე ვერ გავიხარე ჩემ საქართველოში, ვერ გავიხარე და ვიღაც არ მინდა კაცუდად მოიხსენიო, გადავსებულია აღმასენებლის გამზირი. თქვენ ერთხელ თქვით, რომ ის 30,000 თურქს, რომელსაც მოქალაქეობა მიანიჭეს, რომ შეტანილი გვაქვსო იუსტიციის სამინისტროში განცხადება და როგორმე ესე იგი და როგორ არის ეგ საქმე, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, ძალიან გთხოვთ. ქალბატონო, სამწუხაროდ სააკაშვილმა დაგვიტოვა ნაღმები, როდესაც მოქალაქეობა მიანიჭა თურქებს, ისე რომ ამის არავითარი იურიდიული საფუძველი არ არსებობდა, მე არაერთხელ მოუწოდე ხელისუფლებას, რომ გადაეხედა ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ კანონის დარღვევით მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაც საფუძველი კი აქვს უფლება პრეზიდენტს რომ მიანიჭოს უფლება რომ, მაგრამ იქ ძალიან ბევრი ტერორისტებთან არის კავშირში, რაღაც საეჭვო ვითარებაში, ამიტომ ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია. მე რაც უნდა შეუძახო და შემოუძახო აქედან, თუ არ გააკეთეს, რა უნდა ვქნათ, ხო? ეხლა ეს პრობლემა სამწუხაროდ არის. და ეხლა თქვენ რო ლაპარაკობთ, ბატონო სოსო, აი ამ სასწავლებლებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ აი გუშინ ეხლა პუტინს უსმენდი მე 150 მილიონიანი ქვეყანა, ესე იგი, ყველა, რა ვიცი, კითხვაში დემოგრაფიაზე იყო ხაზგასმა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გაერომ შეგვიყვანა მომაკვდავ ერთა სიაში. მერვე მე 9 ქვეყანაში ვარ. აი, რატო აცილობს ხელისუფლება, რომ რაღაც ამ კუთხით ზომები მიიღოს? აი, არ ვიცი, ახლა იცი რა რაღაცა ხო უნდა კონდეს ლოგიკა, რომ ხვალდაზე ამ ავტობანებს და რაღაცებს თუ აკეთებ, კიდე რაღაც რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს? თუ ქართული ხალხი არ იქნება, თუ ქართული ეთნოსი არ იქნება, აი რისთვის აკეთებ? აი ამ ყველა ქვეყანა აი ამ ეგრევე ომების დროს ამერიკელები აი ჯერ კიდე როდესაც სამამულო ომი იყო, მაგალითად ჩინეთის ოპერაციას როდესაც მიდიოდა, ჩინელები ფრინავები ყავდათ. იგივე ეხლაც იმ ავღანეთში და იმაში იყენებენ სხვა ქვეყნის ძალებს, რომ თავიანთი დანაკარგები არ იყოს ბევრი, გესმით? ჩვენ აი რატომღაც, აი ჩვენ ცოცხალ ძალას, ჩვენ გენოფონდს არ უფრთხილდებით და აი ხა ეს მაყურებელიც რეკავს, აი მე ვერ გავიგე ამათი ლოგიკა საერთოდ აი. მე ამის ეგეთყოს ვერც მე ესე იგი ზოგიერთი რატომ იცით ეთყობა ტენდენცია ჯერ კიდევ ძველი აი ამის უყურებდი ასე იგი აი ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის თქვათ აი საბუდარში გამოჩეკილი არასამთავროები და ეს კვლევები და რაღაცეები ერთი ახალგაზრდა ბიჭი გამოდის ესეთი გვარი მავიწყდება ხოლმე ამისე უყურებდი ესე იგი ყურებს არ უჯერებდი ამ უნდა რომ ცით ჩვენ ამერიკამ სადაც არ უნდა დაიწყოს ომი დასავლეთმა ჩვენც უნდა ვიომოთ იმიტომ რომ ეს ჩვენ ნატოსთან გვაახლოებს ესე იგი თქვათ არა აი ამერიკამ რომ კიდე რაღაც ტრამპის მერე ხვალზე რა ვიცი მოვა და ახალი ვიეტნამი დაიწყოს და რაღაც ჩვენც უნდა ცი უკაცრავად ამ სიტყვისში და აი შევეწენოთ უნდა ჩვენც და ჩვენც ვიომოთ რატო რომ ეგებ ამით ნატოს დაუახლოვდეთ ცით აი ეს ლოგიკა რომ აი ჩვენ ნატოში იმიტომ კი არ უნდა მიგვიღენ ესე იგი რომ ჩვენ უკვე ევროპული ფასეულებები ღირებულებები დავამკვიდრეთ აქ ნეპოტიზმი აღარ არის თქვა და საყურებლებზე აღარ არის განათლება უმაღლეს დონეზე ჯანდაცვა უმაღლეს დონეზე არა ჩვენი მინისტრები თქვათ რაღაც სისულელებს აღარ ლაპარაკობენ რაღაც არაფერს აშვებიან ეგას ისე და ამიტომ კი არ უნდა მიგვიღონ იმიტომ უნდა მიგვიღონ თორემ რომ ჩვენ სადაც კი
ამერიკა ომს დაიწყებს რა ომს დაიწყებს გიჟები არიან ნუ ჩვენ ყველგან უნდა ვითომ 100 მილიონი ვიყოთ რა ეხლა თითქოს ესე იგი ჩვენ ვართ მართლა 20 მილიონი ან 15 მილიონი არა ყველა გათვლებით 20-30 წელიწადში უმცირესობაში ვიქნებით მაგრამ ამავე დროს აი ტენდენციები როგორია ესე იგი ჩვენთვის იგი არის ადამიანის უფლებები არის უმცირესობათა უფლებებია რა არის ერთად თვითგამორკვევის უფლება ყველაფერი ეს საქართველოს ხო მასავით არის აი მოზაიკა რა ასე მე ჩემი ბავშვობის დროს მახსოვს ჩვენი თქვათ ცეკავდივნები ტრაბახობდნენ 100 ეროვნება ცხოვრობს საქართველოში ტრაგედია ჩვენთვის თუ 100 ეროვნება ცხოვრობდა მაშინ 100 კი არ ცხოვრობდა მე გავიგე თურმე ერთი ზანგი იყო და ამიტომ იმათ ათვლიდნენ ესე იგი ერათვლიდნენ ესე იგი იმასაც რა ერთ-ორი ზანგი იყო იქ მესი მუშტაიტის პარკში ის იყო ეს მეზოვე იყო ზანგი საიდან მოყავს მაშინ მახსოვს ჩემ ბავშვობაში საშინელება იყო ესეთი რა 100 ეროვნება ცხოვრობს ამიტომ სულ ყველა თენაც რა არის ახლა იგივე არის შობადობის პრობლემა ესე იგი რა ეს ისტორია ამას ვერაფერი ვერ შეცვლის რა რომ არის ერი რომელიც უფრო მეტად მრავლდება სადაც 7 8 9 10 ბავშვი ნორმალურია და არის ესე იგი კულტურული უფრო მეტად ცივილიზებული ერები თქვათ სადაც დაბალი შობადობა თუმცა იგივე ცივილიზებულ ამერიკაშიც ჩვეულებრივ 5-6 შვილი ეს ნორმალურია რა მაგრამ საქართველოში არ არის ესე იგი ესა მე მახსოვს მაშინ იყო კომუნისტების გმირი დედის წოდება და რა იყო იცი გმირის წოდებაში 8% იყო თუ 7% ქართველები სამწუხაროდ ამოიწურა ბატონოსოს ძალიან სასიამოვნოა თქვენთან საუბარი და ისე გასვლის რომ ერთ მოითმე შეგახსენებთ ეთერში გადაცემა სამოქალაქო საზოგადოება რომელსაც უძღვებოდი მე ნიკოლოზ ჯავანაძე და დღეს სტუმრად ყავდა ჩვენ პოლიტოლოგი ექსპერტი ბატონი სოსო სინცაძე და მე ერთი რამე მინდა ვთქვა ჩვენ რითიც დავიწყეთ ეს გადაცემა ჰერეთის თემით ჩვენი საინგილოს ტკივილით იმითვე მინდა დავამთავრო მე მოუწოდებ ხელისუფლებას რა არ შეიძლება ყველაფრის გატარება რა იცი რა როდესაც დათათუთაშიაშია ნათქვამი რა ბავშვს რო ეკითხებიან რატო ტირი ხარო და გამდის და ტირი ვარ ეხლა ერთხელ რო წამოგარტყამენ ორჯერ რო წამოგარტყამენ და ახმას რო მოიღებ მე უკვე კი აღარ წამოგარტყამენ მე უკვე სხვა რამეს გაგიკეთებენ ამიტომ იცით რა არის იქ ცხოვრობს ქართველი ხალხი ჩვენი სისხლი და ხორცი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვინმეს რო გაებედა და მეჩეთში ის გაეკეთებინა რაც ამათმა გააკეთეს იქ გადადგმული იქნებოდა ეს ქვეყანა მარტო აი მუჩანანუაშვილს ვერ გააჩერებდა ვერავე რატო ხმას არ იღებს ეხლა აი ამ საკითხზე რაც ეხლა მოხდა იქ საინგილოში ან ეს არასამთავრობოები მათთვის მარტო პრიორიტეტი არის სხვა ეთნოსი ქართველების გარდა და მე ჩვენი გადაცემა მინდა დავამთავრო ერთი საინგილოელი პოეტის დიდი პატრიოტი ადამიანი ზაზა სუყაშვილის ლექსით რომელიც ეხება ჩვენს ჰერეთს და ამით მინდა დაგემშვიდობოთ და იმედს ვიტოვებთ რომ საქართველო იქნება ისეთი როგორცაც ჩვენ ვესწრაფით და გვინდა. კარგად ბრძანდებოდეთ, გთხოვთ გავუშვათ მესამე ვიდეო. რამდენჯერ ცრემლით დაუწყია თვალის გახელა, თუმცა ძარღვებში დარდმა გენი ჯერ ვერ ჩახუთა. ძნელია როცა საინგილო ქვია სახელად ტავერი ბრუნებს ისტორიულ ჰერეთს საკუთარს დროის დინება მომხია მატიანედან განგებამ და კაბადონა როგორც ციგნაკი იცით იწება საქართველოს სწორედ აქედან ჰოდა ვალია გაუფრთხილდეთ ამის მიღმაკი წყალს წაუღია უდაბნო და მთები ხრიოკი მინდა სოფელში ბერიკაცი მიწას ბარავდეს მერე ბოსტნიდან საღამოხანს პაპა იობის მეზობლის ბავშვი საზამთროს და კიტრებს პარავდეს ღამით კი ლოცვით მიდიოდეს ბებო ხატებთან დაუფალს ჩუმად გათენებას ეხვე წებოდეს და ცხელი ცრემლი ნაუჭიან ფერმკრთალ ღაწვებთან დაგუბებული ჟონავდეს და მეწვეთებოდეს სანატრელია მენატრება სოფლის მთაველი შორიდან მესმის მშობლიური კუთხის ნანინა ქვეყნად გამჩენო დაკარგული ყველა მტკაველი ნეტავი ეშვით სამშობლოში მომატანინა ჭრილობებს სულზე ჩუმი ლოცვით გაიმთელებენ დაუბრუნდება ბაირაღი ჰერელ მედროშეს იქართველებენ ძველებურად იქართველებენ ალაზნის მიღმა გასხვისებულ საქართველოში